რუსეთში საექსპორტო დოცი ქართული კომპანია ემზადება. მის შესახებ დღეს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა. რუსეთის ბაზარზე დაასაბრუნებლად საჭირო ტექნიკური სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ახლა პროცესში სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, განაცხადა ბიზნესმენმა. დღევანდელ კონფერენციას ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული კომპანიებისთვის, ღვინის წარმომებელ კომპანიებზე თუ საუბრობ და მინერალური წყლებზე პერსპექტიულია, ეს ჩვენთვის ცნობილია, რადგან ბრენდები იქ ისტორიულად ცნობილია. არ არის საჭირო იქ მარკეტინგისა და რეკლამაში იმდენი ხარჯების ჩადება, რაც სხვა ქვეყნებშია საჭირო. მთლიანი მევენახეობისთვის და კახეთის რეგიონალური განვითარებისთვის რუსეთის ბაზარი არის ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება რომ უბრალო გლეხმას და მეღვინეობაც წარმატებები ნახოს და ღვინის ბაზრის გატანის შემდეგ რუსეთში ჩვენ ვიქნები მზად მომავალი სეზონისთვის, რომ ყურძენი მივიღო და გადავამუშავოთ.